გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე მივესალმები რადიო ძველი ქალაქის მსმენელს შეგახსენებთ რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა მე ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი კოჩა ჩხეტია გახლავართ ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა როგორც უკვე დიდი ხანია სადღაც 2 თვეზე მეტია დამკვიდრდა რადიო ძველ ქალაქში როდესაც მე მიმყავს გრიფით საჯარო რაღაცათომ სულ თემა არის პარლამენტის ქუთაისში დატოვება არ დატოვების საკითხი და დიდი მადლობა პირადად მე მინდა უთხრა რადიოს ხელმძღვანელობას და ამ პროექტის დაფინანსებლებს რომ ამ პროექტის დაფინანსებით ამ პროექტის მსვლელობით გვეძლევა ერთი შანსი იმისა რომ ადვოკატირების პროცესი გავწიოთ იმისა რასაც ქვია ქუთაისში პარლამენტის დატოვება და იმ სიკეთეების შენარჩუნება რაც ქუთაისში პარლამენტის გადმოტანას უნდა მოხდეს შეიძლება ეს სიკეთეები დღესდღეობით ძალზე ხელშესახები არ არის ჩვენი ქალაქელებისათვის მაგრამ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად ქალაქის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას როგორც წინსვლის სახით აუცილებლად დაეტყობა. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ქალაქის ღირსეული წარმომადგენლები, წარმომადგენლები სამედიცინო სფეროსი, ქალბატონი მაგული ჩხობაძე და ბატონი თემურ ციციგური. ქალბატონო მაგული თქვენი განწყობა ჩემთვის ცნობილია აბსოლუტურად სწორი სამართლიანი სამოქალაქო პოზიცია გაგაჩნიათ პარლამენტის ქუთაისში დატოვებასთან დაკავშირებით. მე იმასაც ვიტყოდი ქალბატონო მაგული რომ პარლამენტის გადმოტანა მხოლოდ რაღაც ერთჯერადი აქტი არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს რეგიონების მიმართ იყო გარკვეული პროტექციონისტული დამოკიდებულება რაც ცუდი არ არის, კი მართალია რაღაც პრივილეგიებს ანიჭებს, მეტნაკლებ პრივილეგიებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ან რომელიმე დასახლებულ პუნქტს, მაგრამ ამ ქალაქების ეკონომიკურ და პოლიტიკური დონის გათანასწორებისათვის დედაქალაქთან ეს საჭიროც იყო. ამას უკავშირდებოდა არა მარტო პარლამენტის გადმოტანა, არამედ ეს იყო ერთ-ერთი სამინისტროს გადმოტანა ქუთაისში, ეს იყო მარეგულირებელი კომისიის გადმოტანა ასევე ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია და სხვა რაღაც ისეთი პროექტები, რომელიც ზრდიდა ჩვენი ქალაქის როგორც რეგიონულ მთლიანად დასავლეთ საქართველოსათვის მნიშვნელობას და შეიძლება ეს ყველაფერი პროექტები უნდა გამختارიყო როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე მთლიანად დასავლეთ საქართველოს მეტი სწრაფად განვითარების შანსი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს და ძალიან მინდა რომ ჩვენს რადიო მსმენელს უთხრათ როგორია განწყობა აი მაგათად თქვენ სფეროში თქვენ ხართ პროფესიული გილდიის წარმომადგენელი ექიმი და არის თუ არა სამედიცინო დარგის მოღვაწეთა ასე ვთქვათ უმრავლესობა ხარდამჭერი იმისა რომ ეს სიკეთე რასაც ქვია პარლამენტის ქუთაისში ყოფნა დარჩეს ისევ ქალაქში. ბატონო გოჩა ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტში მოწვევისათვის. მინდა გითხრათ რომ სისხორცეული საკითხია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის თითოეული ქართველისა და საქართველოში მცხოვრები ადამიანისათვის და ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება რასაც ასე დაუდექით ჩვენ დარაჯად არც აგვაქვს უფლება მოვადუნოთ ეს ყურადღება და ჩემის აზრით არ ვიდგეთ მოვლენათა ცენტრში და მთავრობასთან ერთად არ ვარეგულირებდეთ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღის მოწყობის საკითხს რაც შეეხება საქართველოს მის დედაქალაქის თუ რეგიონების განვითარებას და არ ვიღებდეთ აქტიურ მონაწილეობას გეგმარებაში თუ განვითარების საკითხებში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის. ერთ მნიშვნელოვნად ალბათ არც არაფრის უარყოფა და არც რამესთვის ტაშის დაკვრა არ არის დინჯი და ჩამოყალიბებული და გზაგავლილი ადამიანების ერთპიროვნული პოზიცია, მაგრამ ყველაფრისათვის ყურის დაგდება და ჩარევა ყველა იმ საკითხში, რასაც გამოსწორება თუ სწორი მიმართულების მიცემისათვის თანადგომა ქვია, მიმაჩნია რომ თითოეული ჩვენთაგანის ვალია.
როდესაც დაიწყო წინა ხელისუფლებამ ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი ქალაქებისა და რეგიონების განვითარებისათვის, ახალი სიცოცხლისათვის, აღმშენებლობის დაწყება და განვითარება ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმეთ ამას და ყველანი ვცდილობდით და დღესაც ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყველაფერ ამ საქმეში. მოგეხსენებათ, რომ ქუთაის ოდითგანვე ადარებდნენ პეტერბურგს იმ თვალსაზრისით, რომ მაშინდელი შეიძლება დღეს ეს ძალიან მოდაში არ არის, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება ისტორიას გვერდი აუაროთ, რა იყო პეტერბურგი მაშინდელი მოსკოვის და მაშინდელი რუსეთის განვითარებისათვის. აი ქუთაისი ასეთ სადარაჯოზე იდგა ყოველთვის ჩვენი ქვეყნისათვის და არც ის არის გასაკვირი, რომ საქართველოს ინტელიგენცია, ელიტა, ღირსშესანიშნავი ადამიანები, ნიჭიერები უმრავლესობა ქუთაისიდან და დასავლეთ საქართველოდან გადიოდნენ ქვეყნის სახელისათვის. თქვენ სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტი დაასახელეთ, ეხლა ქუთაისი მეფის რუსეთის დროსაც კი. მეფის რუსეთის დროზე ვამბობ. წარმოიდგინეთ, ეხლა ძალიან დიდი ზრუნვით და ქუთაისლებზე ფიქრით ეს რუსეთის მეფეს არ გაუკეთებია და არ გადაუწყვეტია, როდესაც ქუთაისი გუბერნიის ცენტრი იყო და მაშინ შეიძლება არის რაღაცა დია. ამ ჩვენი ასე თქვა დღევანდელი დამპყრობის და მაშინდელი დამპყრობლის ხელშიც კი როდესაც ჩვენ ერთ-ერთ კოლონიურ მხარეს წარმოადგენთ, მაშინაც კი ქუთაის უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა, ეს იყო ადმინისტრაციული ცენტრი დასავლეთ საქართველოში, რომლის უფლებამოსილება ტრაპიზონამდე და ტუაფსემდე ვრცელდებოდა და დღეს რაღაც, აი წარმოიდგინეთ, სამწუხაროა, რომ დღეს შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების ავტორები, რომლებიც ამ პატარა რაღაც პრივილეგიას, რასაც ქვია ქალაქში პარლამენტისა და რაღაც ცენტრალური ადმინისტრაციული რაღაც უწყებების დარჩენა არ დაჭიზე, რაღაც საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებენ. ძალიან სამწუხაროა ჩემისას. სამწუხაროდ და არა ფართო და პატრიოტული და მასშტაბური კუთხით უყურებენ და ხედავენ ქვეყნის განვითარების საკითხს, არამედ ვიწრო სოციალური თუ რაღაც ვიწრო ეკონომიური თუ პოლიტიკური თუ გადაადგილების პროცესებიდან გამომდინარე. მაშინ ამასაც კითხავთ, კაბადონო მაგური, თქვენის აზრით, რითი უნდა იყოს მოტივირებული ქუთაისლების და არიან საკმაოდ მრავლადაც არიან ჩვენს ქალაქში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც კი მართალია ვერ ასაბუთებენ, მაგრამ ქუთაისში პარლამენტის ყოფნა არ უნდათ. თქვენის აზრით, რითი შეიძლება იყოს ასეთი განწყობების მოტივაცია? ვერ განვიხილავ ბატონო გოჩა მე მაგ აზრს და არ ვიცი მაგის უკან რას ფიქრობენ ადამიანები. პატრიოტები, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვისაც ქვეყნის განვითარება უნდა, სადაც რეგიონების პრობლემა უნდა იყოს წამოწეული, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გაცამწვერდა თითქმის და ყველაფერი დარჩა რაღაცა ძალიან მიყრუებული შუკის დონეზე, ძალიან ძნელი ამის გაგება იმ ხალხისათვის, ვინც ქუთაისის თუ დასავლეთ საქართველოს თუნდაც ქვეყნის მაჯისცემას ითვლის. ვერ გავიზიარებდი მე მათ აზრს და მე მგონია რომ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ჩვენ წეგან მე თქვენ მკითხეთ, რას ფიქრობენო თქვენი პროფესიის ადამიანებიო. ჩვენი პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღე და ღამ სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან, მათთვის მე მგონია ყველაზე მეტად არის მისაღები, რომ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს წამოწეული იყოს ქვეყნის სიმაღლეზე, ქვეყნის ცენტრის დონეზე. სხვათა შორის ძალიან სწორად და პირველი ნაბიჯიც გადაიდგა მისათვის, როცა ქუთაისში და მე ამაყება, რომ მე დღეს იქ მუშაობ, აკადემიკოს ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ჩამოყალიბდა და ჩვენთან ისეთი ტექნოლოგიების შესაძლებლობა შეიქმნა, ისეთი აპარატურის შემოტანა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 2 და 3 იყო მხოლოდ გამოშვებული და ისეთი მოდინება გახდა თბილისში, მე ჩამოყალიბდა ასეთი მაღალ ტექნოლოგიური საავადმყოფოები, ეს 2006 წელში მოხდა. ისეთი მოდინება იყო, გნებავთ თბილისიდან და გნებავთ სხვა სახელმწიფოებიდან, სხვა ქვეყნებიდან და ხომ იყო ეს ერთი ნაბიჯი და ქუთაისმა ეს ძალიან კარგად დაიმშვენა და ძალიან კარგად უხელმძღვანელა ამ საქმეს. აითვისა შესანიშნავად და ძალიან კარგი სახელით და ვიდრე თქვათ ქუთაისლები ან აქაური ხალხი ჩამოყალიბდებოდა ამ სპეციალისტებად ამ დარგების და ისინი მაშინ სწავლობდნენ სხვა წამყვანი ქვეყნების შესაბამის სკოლებში, სამედიცინო უმაღლეს სკოლებში, ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ჩამოდიოდა, ეს იყო
გულის ქირურგია თუ ეს იყო ენდოპროტეზირება თუ ეს იყო მაღალი ნეიროქირურგია თუ მაღალი დონის სხვა ოპერაციები დიდი სიამოვნებით და ეს იყო ჩამოსვლა, მიღება, ქუთაისის წამოწევა, სიამაყის განცდა, ცნობადობის ხარისხი იმატებდა, ხო შეიძლება დიდი ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონდა ამას ყველაფერს, მაგრამ ქალაქის ცნობადობის ხარისხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის გარეთ რა თქმა უნდა და ნელ-ნელა ეს იყო თითოეული ქუთაისელისთვის, თითოეული იმერელისთვის. მე მეტი მინდა გითხრათ ბატონო გოჩა, ეხლა ჩვენთან ეს დასავლეთ საქართველოს ცენტრი ახლა კლინიკა, როგორც ასეთი და დასავლეთ საქართველოდან მოდიან ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტები და მათი ჭირისუფლები, მათი ოჯახის წევრები, გულშემატკივრები იქ ეზოში დადიან. მე ჩვენთან იქვე გადასახედზე ერთი ხელის გაწვდენაზეა პარლამენტის შენობა. მე სადაც შემიძლია ყველგან ვამბობ, თქვენ მიგაჩნიათ რომ პარლამენტ ყველას მიაჩინე და ყველა ამბობს, არა მხოლოდ ქუთაის ალბათ, თელ დასავლეთ საქართველოს პაციენტები, რომლებიც თქვენ ახლა ახსენეთ, ესენი რომელი რეგიონებიდან არიან ჩამოსულები? დასავლეთ საქართველოს. სამეგრელო, გურია, აჭარა. სამეგრელო, გურია, აჭარა, რა თქმა უნდა, იმერეთი თავისთავად. რა თქმა უნდა, რაჭა-ლეჩხუმი, აბსოლუტურად. ჩვენ ახლა მთლიანად მემსახურებით და ქვეყნის გარეთაც, მაგრამ მე ვამბობ ძირითადად იმ ხალხზე, ვისაც იმედი აქვს, რომ დასავლეთ საქართველოს, რომლის ცენტრით ქუთაისია, მოხდება მისი წამოწევა და სადღაც გათანაბრებაზე შეიძლება საუბარიც იყოს იმ მაღალი ტექნოლოგიებით, იმ ცნობადობით, იმ იმიჯით, ურთიერთობებით, თუნდაც პატარა რაღაცა შემოსავლის გაჩენით და ხალხის ფეხზე დადგომით, იცით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის, რომ ყველა ახალგაზრდის სურვილი არის, რომ ქვეყნის დედაქალაქში იცხოვროს, იმიტომ რომ მანამდე ასე იყო საბჭოთა წყობის დროს, რომელსაც მე ძალიან მოვესწარი და ჩემი შეგნებული ცხოვრება გავიარე დიდი წლები იმ წყობის ყველაფერი კონცენტრირებული იყო ქვეყნის დედაქალაქებში მხოლოდ, მაგრამ ასე არ იყო საზღვარგარეთის და არ არის საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში, ანუ შერჩეული არის რეგიონები, შერჩეული არის ქალაქები, სადაც შეიძლება იყოს სიმაღლე, სიღრმე, ურთიერთობა, იმიჯი, დამოკიდებულება, ცნობადობის ხარისხი რეგიონებისა და ქალაქების. ჩვენ პირადად მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ჩემი და ბატონი თემური ძალიან პატივსაცემი ჩვენი ექიმი და მრავალმხრივად ნიჭიერი და წარმოჩენილი პიროვნება ჩვენი ქალაქის და არა მხოლოდ ჩვენი ქალაქის, მე მგონია ერთი აზრით და მისათქმელ სიტყვის, რომ ჩვენთან დღეს ჩვენს უკან დგას მთელი ჩვენი ქალაქის და არა მხოლოდ ქალაქის სამედიცინო საზოგადოება, რომელიც მზადაა ერთ დაძახილზე ფეხზე დადგეს. ნამდვილად ესე იგი ამბობთ იმას, რომ და ადასტურებთ, რომ თქვენს უკან სურვილში დარჩეს პარლამენტი ქუთაისში, დგას უმრავლესობა ქუთაისის მოღვაწეების. იმერეთის მედიცინის ასოციაცია ამ აზრს იზიარებს აბსოლუტურად და ჩვენ მზადა ვართ წერილობით თუ ფეხზე დგომით თუ სიტყვით გამოსვლით მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ნუ წაგვართმევენ პარლამენტს. ბატონ თემო, თქვენ კი მართალია ბრძანდებით მედიცინის სფეროს წარმომადგენელი და ერთ-ერთი წარმატებული მოღვაწე ამ სფეროში, მაგრამ ხომ არ შეგიძლიათ ჩვენს ქუთაისლებს სულ გადაცემაში ხშირად არის საუბარი, ძირითადად მაინც ადამიანები ფიქრობენ, თუ როგორ ეტყობა ესა თუ ის სიკეთე მის პირად ჯიბეს. თუ შეგიძლიათ თქვენ ქუთაისლებს დაანახოთ და კიდევ ერთხელ აუხსნათ, კი მართალია ეკონომისტი არ ბრძანდები და რამე რომ ეს პარლამენტი აუცილებლად დროთა განმავლობაში რაღაც სიკეთებს მოუტანს თითოეულ ქუთაისელის კეთილდღეობაზე, ოჯახის კეთილდღეობაზე შეიძლება აისახოს. თუ ამ მიმართულებით ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც არ გიჭირთ თქვენ საუბარი, შეგიძლიათ თქვენი განმოსახედიდან ახსნათ ის სიკეთე, რაც უკავშირდება ქუთაისის პარლამენტის ყოფნას. მოწვევისათვის მე მინდა პირველ ყოვლისა მივესალმო რადიო ძველი ქალაქის მსმენელებს, უსურო მათ ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება, კარგი ახალი წელიწადი, შობა ახალი წელიწადი. დიდი მადლობა მინდა მოახსენო რადიო ძველ ქალაქს, რომელსაც მომცამი საშუალება ჩემი აზრით მიმეტანა მსმენელებამდე, რადიოს მსმენელებამდე.
როგორც ბატონ გოჩა შეიძლება ზუსტად ვერ გავქცე თქვენ შეკითხვას პასუხი, მაგრამ შეკითხვას დავიწყებ კიდე პირდაპირ შეკითხვიდან, რომ აისახება თუ არა ეს ეკონომიურად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებზე. Რა თქმა უნდა, ეს აისახება, ეს ისე შეკითხვა, რომელიც რა თქმა უნდა დადებით პასუხს მოითხოვს, ამას არ უნდა დიდი თქვა ჩემი აზრით დიდი ფიქრი და გათვლები არ ჭირდება, ეს ელემენტარული რამეა, რომ როდესაც ამ ხელა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელოვანი და უპირველეს ობიექტი იმუშავებს დიახას ქალაქში და არ შეიძლება რომ ამით არ დასახდეს ჩვენი ქალაქის მოსახლეობა და ჩვენი ქალაქის საერთოდ საქმე არ წავიდა წინ როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით და ეკონომიური თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება მე რამოდენიმე ჩემ მოსაზრებას ვიტყვი. მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მე სწავლობდი თბილისში, დაახლოებით 80-90-იან წლებში და მაშინ ითვლებოდა რომ თბილისი არის ქალაქი, დანარჩენი რეგიონი და ახლა დაუშვათ ზოგიერთის სოფელიც კი იყო დანარჩენი. ერთი იყო ქალაქი თბილისი, დანარჩენი სოფელი. ეს შეურაცხყოფელი და მისული დამოკიდებულება მე კარგად მახსოვს. აი ჩემ კანზე, ჩემ სხეულზე და ჩემ მეხსიერობაში ეს დგას და მე მახსოვს ის დიდებული განწყობა, დიდებული შეგრძნება, როდესაც მე გავიგე, როდესაც და გადაწყდა ეს ამბავი, რომ კერძოდ ქუთაისს უნდა მიენიჭოს საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქცია. ეს ძალიან დიდი სიხარული ჩემთვის და უდიდესი ახთუანებით შეხვდი ამბავს. ამას მოყვა ის, რომ აშენდა საკმაოდ მოკლე დროში დიდებული შენობა, რომელიც ალბათ ყველა სტანდარტებს აკმაყოფილებს, დაიხარჯა უამრავი თანხა, ისევ ჩვენი ხალხის თანხა, რომელთაც ჩვენ გადასახადს ვიხდით. შეგახსენოთ, რომ სადღაც 70 მილიონი ლარამდე არის გახარჯული ბიუჯეტის თანხები, დანარჩენი თანხები 340 მილიონი ლარამდე minus 70 მილიონი, ეს არის კერძო ბიზნესმენების შემოწირულობა. დიახ, რა ვიცი, აი ჩემეც კერძო დირექტორი ვარ, ჩვენ მუშაობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ანათესაობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმეს ვაკეთებ და აი ესეთი თანხა დაიხარჯა, სოლიდური თანხა და ეს რეალობად იქცა, რომ უკვე პარლამენტი ქუთაისშია და აი დღეს გიგებულობთ, რომ თუნდაც პარლამენტი არ ჭირდება ქუთაისს და უნდა გადავიდეს თბილისში. მე პირადად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამისი და როდესაც მე სხვა ამ საკითხს შემახლობლებთან თანაქალაქელებთან ან იმ ხალხთან რომლებთაც სურთ რომ პარლამენტი არ იყოს ქუთაისში და იყოს თბილისში მათ საფუძვლიანი არგუმენტები ვერ მოყავთ რატო არ უნდა იყოს ქუთაისში პარლამენტი. როდესაც მსჯელობენ რომ რატო უნდა იყოს ამის საფუძვლიანი არგუმენტები არის, იმიტომ რომ ეს არის რეგიონების განვითარება, ეს არის მთლიან საქართველოს განვითარება. თქვენთან სადაც თქვენ მუშაობთ და თქვენ ხართ ხელმძღვანელი, საწარმოქია, ხო? ეს არის მომგებიანი საწარმო, სამედიცინო პროფესია, ხო? მაგრამ თქვენი თანამშრომლების უმრავლესობის აზრი როგორია? დიახ, სპეციალურად გადაცემით წამოსვლამდე მე კითხვა დავუსვით ჩემ თანამშრომლებს, ჩემთან მუშაობს 5 ადამიანი. მათ მიუხედავად რომ ძალიან პოლიტიკურად აქტიურები არ არიან, მათ თქვეს რომ არ შეიძლება უბრალოდ ქუთაისის ადამიანმა თქვას რომ არ მინდა არ უნდა იყოს ქუთაისში პარლამენტი. ეს ელემენტარული რამეა, არ უნდა ეს ბავშვსაც რო შეეკითხებოდ ბავშვს. თუ რაღაც ტერი არა უბრალოდ ის, აი პირდაპირ ვიტყვი. ტერი არა ქალაქის და არ უნდა ეს ქალაქი და ის თუ იტყვის ამას თორე ნორმალ ქუთაისში, ვისაც ქუთაისს უნდა ეს არ შეიძლება რო თქვას უარი ამას. ეს ელემენტარული რამეა. და იცით რა არის ძალიან ხშირად მესმის ალბათ ის ამბავი რომ მაინც როგორც იმათ უნდა ისე გადაწყდება. იცით აი ეს ძალიან კომუნისტური აი ძველი დამოკიდება როგორც იყო, იმიტომ რომ ჩვენ თავი არ გვეყუდნოდა როგორც ხო და რასაც გადაწყვეტა მოსკოვი იქით თუ აქით ჩვენ გიტყვი არ გიტყვი ასეთი დღე არ არის დღეს. მე მინდა ამ ხალხს უთხრა და თავიანთი ხმა როგორც შეეძლებათ ისე გამოხატონ რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. ერთი რამე კი მწამს, რომ საერთოდ ქუთაისი იქნება საპარლამენტო ქალაქი, დედაქალაქი. ეს მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. ახლა ეს გააკეთა, ეს შეიქმნეს დიდებული იდეა. მაგრამ სიკეთე ხომ მაინც იმერჯებს არა? ასეთ როგორ შეიძლება? უბრალოდ თუნდაც ის ამბავი რომ
თბილისში ჩავდივარ საქმის გაკეთება მინდა რაღაც აი თუნდაც მისასვლელი ხა სამინისტროში ან რაღაცა გადაადგილება ჭირს უკვე საათობით მდგავართ საცობებში საადგები ეს არის ნერვების დროის ხარჯვა მით უმეტეს საქმიანი ადამიანისათვის და ეს იყო დიდებული აზრი ყველანაირად გამართლებული ახლა რაც უნდა ვილაპარაკოთ მაინც იქამდე მივხვდით რომ ეს არ არის სწორი ყველაფერი ერთ ქალაქში დედაქალაქში ყველაფერი ერთი დანარჩენი რაღაც დაპირებები და დიდი მადლობა ჩვენ უნდა გავიდეთ ახლა სარეკლამო ჭერაზე სულ რამდენიმე წუთში ჩვენ ამ თემით ისევ დავბრუნდებით რადიოს პირდაპირ ეთერში ქუთაისის სამკერვალო კომპანია იმერი სამუშაოდ იწვევს როგორც პროფესიონალ, ასევე კერვის შესწავლის მსურველებს დასაქმების პერსპექტივით. პირობების გასაგებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 22 54 99 22 07 08. მისამართი: ლადო ასათიანის 119. ყურადღება 15%-იანი ფასდაკლება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ზამთრის კოლექციაზე. პოლოსა და კოტონის ბრენდულ მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლას მესამე სართულზე. იჩქარეთ, შეიმოსეთ საუკეთესო ბრენდების ტანსაცმლით ზამთრის დღესასწაულებზე. საჩუქარი ყველას, აქცია გრძელდება. შეიგზინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ნუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 9 litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას, კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. კომპიუტერული მაღაზიათა ქსელი კომლენდი გილოცავთ შობა ახალ წელს და სადღესასწაულო პერიოდში გთავაზობთ საუკეთესო ფასებს. კომპიუტერები 299 ლარიდან, ნეტბუქები 490 ლარიდან და ნოუთბუქები 599 ლარიდან. ენდე ჩვენს 15 წლიან გამოცდილებას და მყარ გარანტიებს. კომლენდი ჩვენთან საახალწლო საჩუქრების ფართო არჩევანია, თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნება. მისამართი: ქუთაისი, წმინდა ნინოს პირველი, ჭავჭავაძის 67 წილადი 112 გრანდ მოლი თამარ მეფის 95 ტელეფონი 29 29 92 სილამაზის ცენტრი ელიტა გილოცავთ შობა ახალ წელს. ელიტა გთავაზობთ ტუჩის კორექციას, ბოტოქს, მანიკურს, კოსმეტოლოგისა და სტომატოლოგის მომსახურებას. ჩვენთან შეგიძლიათ გაიკეთოთ ტატუ, მასაჟი, აფრიკული ნაწნავი, სადღესასწაულო ვარცხნილობები. თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური შვარცყოფის წარმომადგენელი ქალთა და მამაკაცთა სტილისტები. სილამაზის ცენტრი ელიტა ასევე გთავაზობთ დახელოვნების კურსებს უახლესი მეთოდებით. გაიცემა ლიცენზია და სერტიფიკატები. მისამართი: ტიციან ტაბიძის 51 უნივერსიტეტის უკან. სილამაზის ცენტრი ელიტა. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. წინა წელს მან გადაწვა ნაძვის ხე. ცემო თოვლის ბაბუა და გაიტაცა შოკოლადით სავსე მანქანა. იმიტომ რომ ის არ უსმენდა ძველ ქალაქს. იცხოვრეთ ჩვენთან ძველ ქალაქში. მრავალს დაესწარით. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ დავბრუნდით რადიო ეთერში, მსმენელს შევახსენებ, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, ეს არის ქუთაისში პარლამენტის დატოვება, არ დატოვების საკითხი. მე გახლავართ გოჩაჩხეთი ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი, დღევანდელ ჩვენს თემასთან დაკავშირებით, სტუმრად მოწვეული ყავს სამედიცინო სფეროს წარმატებული თვალსაჩინო მოღვაწეები, ქალბატონი მაგული ჩხოგაძე და ბატონი თემურ ძიციგური. ჩვენ გავწყვიტეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემა, მაშინ როდესაც ბატონი თემური საუბრობდა იმაზე, თუ რა შეიძლება, რა სიკეთეები შეიძლება მოიტანოს პარლამენტმა. თქვენ საუბრობდით იმ თქვენს გულის ტკივილზე, რომელიც ალბათ სტუდენტობის დროს დაგაჩნდათ, რომ თქვენ თბილისში სწავლობდით სავარაუდოდ ხოლმე და იქ რაღაც გამოყვათ გარკვეული გულის ტკივილი იმისა,
რომ თქვენი იქ იგრძანით თავი როგორც პროვინციელმა და ამას გარკვეულწილად ალბათ გარკვეული დოზებით ყოველდღიურად გრძნობდით. აი ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა გაცივილურებს, ანუ ნელ-ნელა ამ პროვინციულ რაღაც საბურვერს ჩამოაშორებს თუ არა ქუთაის მოხდება მეტი დაახლოება, ასე ვთქვათ, დედაქალაქის, ახლანდელი დედაქალაქის თბილისისა და ქუთაისის მცხოვრებთა და ნელ-ნელა ის საზღვარი, რაც თქვენ ასე გულისტკივილით აღნიშნეთ, რომ თქვენ თბილისში მაინც პროვინციალად გრძნობდით და ეს გარკვეულწილად დამოკიდებულებებშიც ალბათ აი ეს ნელ-ნელა ამ საბურვერს, პროვინციალიზმის საბურვერს ჩამოვაცლიდა თუ არა და ჩვენ გავთანაბრდებოდით თუ არა ამ ურთიერთობებში ერთ დონეზე დავდგებოდით თუ არა დედაქალაქის თბილისის მცხოვრებლებთან ერთად. პერსპექტივაში რა თქმა უნდა. დიახ, მე ოპტიმიზმი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ საერთოდ ქუთაისში მაინც იქნება პარლამენტი და ეს ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ უბრალოდ ბატონ თემურ ასეთი დიდი მეტრო ეს ჭეშმარიტებაა და სიკეთეა და ჭეშმარიტება ჩემი აზრით ყოველთვის იმარჯვებს საზოგადოებაში. უგონს საზოგადოება უნდა თუ აქტიური იქნება, უფრო მალე გაიმარჯვებს ესე და უფრო მალე მოხდება სამ. არ გვინდა ნუ გავართულებ. სიტყვას მალე მოხდება. თუ საზოგადოება არ იქნება აქტიური, მაშინ როდესაც ალბათ მოხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ამასობაში ადამიანები ცხოვრება ჩვენ ცხოვრება კი გადის და ეს ჩვენი სიხარულია, ჩვენი ქალაქის წინსვლა და უკეთესობა და ჩვენ ვიდრე ეს მალე იყოს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე წამს ასე და ასე არის. როგორც ახლა 2x2 4 ეს ასე არის. ქუთაისში ეს იქნება, მაგრამ აი ეს სულა რომ ახლა ის გადავიდეს და მე ისევ დაბრუნდება ეს ქუთაისში იქნება. დარწმუნებული ხართ ბატონ თემურ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შედგება, კონსენსუსი ვერ შედგება, ასე ვთქვათ. ეხლა საუბარი არის, რომ ცოტა ეშმაკურად აკეთებენ. გადატანაზე კი არ არის საუბარი, ესე იგი პარლამენტის ადგილსამყოფელად პარლამენტის სხდომების ჩასატარებელი მეორე ადგილად დაფიქსირდება თბილისი. თუ თბილისი დაფიქსირდა კონსტიტუციაში პარლამენტის მეორე მისამართად, დამერწმუნეთ რომ შეიძლება აქ სხდომების ჩატარებაც აღარ მოხერხდეს და თლიანად სხდომები საპარლამენტო ეს პლენარული თუ სხვა სხდომები, საკომიტეტო მოხსნებები და ბიურო შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში და ქუთაისზე დაგვრჩება მხოლოდ და მხოლოდ შენობა, ცარიელი შენობა აბსოლუტურად ფუნქციურად აუდიტორი შენობა. ხო, მე არა ვარ იმის მომხრე, რომ საერთოდ ჩვენ ასეთი პოლიტიკური ძალიან დაპირისპირება იყოს საქართველოს მოქალაქეებს შორის. ეს ჩვენ არა ვართ ახლა აღმოსავლეთი და სადაც ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რა ქვია, ფიზიკურ შეურაცხყოფამდე ასე. ოცნების წევრია თუ ისა ნაციონალი ადამიანი, ყველა საქართველოს მოქალაქეები, ყველა ქართველები ვართ. მე უფრო მეც მეტყვი. სომეხია თუ აზერბაიჯანელი თუ ქართველი ებრაელი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. არავისთან არ მინდა ვინმესე დაპირისპირება და ეს ისი არის რომ ხანდახან ოჯახშიც კი ერთი ქართული ოცნების მომხრეა, მეორე თქვა ნაციონალი არც ერთი არის ცუდი და არც მეორეა საშინელება. გამიგეთ ამაშია საქმე. ამიტომ უბრალოდ საკითხი ჩემი აზრით უნდა გადაწყდეს იმის დაბოლოებით რა უფრო მოუხდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენ საქართველოს, ჩვენ ქალაქს მათ შორის. მე წეღან ვთქვი, იმიტომ რომ პარლამენტარიზმის განმოტანა ქუთაისისთვის კარგი იქნება და თბილისისთვისაც კარგი იქნება ეს, იმიტომ რომ განიტვირთება თვალეს მე ამ თბილისის ამ ნიჰილიზმით და იმის კი არ ვამბობ, რომ თბილისს მეზარება, ან თბილისს მეზარება. თბილისი დედაქალაქია საქართველოს და ყოველთვის ყოფილიყო ჩვენ დედაქალაქი და ყოველთვის გვეყვარება ჩვენ თბილისი. მაგრამ უბრალოდ გეუბნებით, აი ჩვენთვის საერთოდ საზოგადოების უკეთესია, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთეს ამაზე საუბარი. ამაზე მარტო ქუთაისლები კი არ საუბრობენ, ჩემი აზრით. ნორმალური ქართული ოცნების წევრებსაც გულში აქვთ ეს ნაციონალების იმას აქვთ ეს გულში აქვთ, მაგრამ ეს უბრალოდ როცა თუ გადაწყდება ეს ქვეყნის და ეროვნულ დონეზე, მაშინ გადაწყდება ეს დარჩება ქუთაისში და თუ მაგალითად ახლა რაღაც ვიღაც ახირების გამო გადაწყდება, ალბათ მაშინ იქნება დროებით, ალბათ ცუდი გადაწყვეტილება მიღებული დროები და ეს ალბათ დიდი მადლობა. მადლობა. ბატონო მაგული, რა მინდა გითხრათ? ახლა ამჟამად ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რაც მე წეღან ვთქვი, ანუ ქუთაის პარლამენტის მეორე მისამართად თბილისის დაფიქსირებას, რაც აკავებს, ეს არის ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა პოლიტიკურ უმრავლესობას ქართულ ოცნებას არ გააჩნია პარლამენტში და შესაბამისად კონსტიტუცია ცვლილებას ჭირდება 100 ხმა. მაგრამ რა არის იცით ეს არ უნდა იყოს ასე ვთქვათ ჩვენთვის იმ ქალაქელებისათვის, ქუთაისლებისათვის დამამშვიდებელი და რაღაც ისეთი
წყნარად ყოფნის და ნაკლები აქტიურობის გამომწვევი მიზეზი, რომ აი მაინც ვერ დააგროვებენ კონსტიტუციო უმრავლესობას და ქუთაისში პარლამენტი მაინც დარჩება. რა მინდა კითხოთ, აი ჩვენ გქონდა შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენლებთან და ისინი აფიქსირებენ ესეთ პოზიციას, რომ ძალიან არასახარბიელო იქნება თუ ეს გამოჩნდება, თითქოს ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მონაპოვარია, მისი კერძო გადაწყვეტილება, ის რომ ქუთაისში შენარჩუნებული იქნას პარლამენტი, ლომის წვლილი უნდა გაიღოთ თქვენ ქუთაისლებმა. თუ ამისთვის საჭირო იქნება რაღაც საპროტესტო აქციები, თუ რაღაც წერილების წერა, რაღაც სხვადასხვა საზოგადოებრივი რაღაც აქციების ჩატარება, რომლითაც ჩვენ ხმას მივაწვდენთ უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გავაგებიოთ ჩვენ საქმეს, რომ ჩვენ ქუთაისლებს სასიცოცხლოდ გვჭირდება ეს ქალაქი და მიუხედავად იმისა, რომ მან ერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, ბატონ ივანიშვილზე მაქვს საუბარი, რომ უნდა დატოვოს ქუთაისი პარლამენტმა, იქნებ მოხდეს, მივახციოთ კიდევაც, რომ ჩვენი ხმით, ჩვენი აქტიურობით, ჩვენი ასე ვთქვათ მასიური პროტესტით შევაცვლევინოთ ამ კაც გადაწყვეტილება. დამერწმუნდეთ, საოცარია და მათ პარტიულ ჯგუფში, მათ პარტიულ კოალიციაში ბატონ ბიძინაზე ხდება სწორება. თუ ბატონი ბიძინა ხვალ იტყვის, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში, უცბად გაქრება ეს აბსურდული მიზეზები, როგორიც არის ჟანგბადის უკმარისობა, წყლის ჩამოსვლა, იქ თურმე ვიღაც რაღაცის დაცემა, ერთმა ვირთხამ გაირბინა, გოგირდ წყალბადის რაღაც მომატებული კონცენტრაცია აერში და სხვა აბსურდული მიზეზები. თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ქუთაისლებმა ჩვენი პოზიცია? და ქუთაისლებს როცა ვამბობ, მე გულისხმობ თქვენაერ აქტიურ სამოქალაქო სწორი პოზიციების მქონე ადამიანებს, რომლებიც თქვენ ბრძანდებით საჯარო პირები და საჯარო პირი ეს არის ისეთი ადამიანი საზოგადოებაში, რომლისკენაც მიპყრობილი არის საზოგადოებრივი ყურადღება და გარკვეულ გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ. თქვენმა საუბარში უფრო მეტი გააქტიურება არის თუ არა საჯარო, აი მაგათაც ექიმთა ასოციაცია. კი, ექიმთა ასოციაცია ამისთვის ზარდარი უკვე. აქცია, ეს იქნება ღია წერილის მიწერა, ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნა, ეს იქნება ნებისმიერი რაღაც საზოგადოებრივი აქტი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენს პროტესტს მიაწვდინდა. საკითხი უნდა დადგეს ამგვარად, მე მგონია. დატოვება თუ არ დატოვება, ახირება არ უნდა იყოს. მას უნდა კონდეს მნიშვნელობა, რის გამო ვითხოვთ ჩვენ დასავლეთ საქართველოსში მაცხოვრებელი ადამიანები პარლამენტის დარჩენას ქუთაისში. რა მნიშვნელობა აქვს ამას დასავლეთ საქართველოსათვის? და მეორე, ჩვენს მიერ არჩეული მთავრობა ხალხმა მისი სათქმელი არჩევნებზე თქვა. ამაზე დიდი სათქმელი ამ შემოდგომაზე მე მგონია სოფლიოში არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა მხოლოდ ამას აღიარებს, რომ დიდი ამბავი მოხდა საქართველოში, როცა არჩევნების გზით ხელისუფლება გადაეცა ერთი პარტიიდან მეორე პარტიით. შვიდობიანი გზით. მაგრამ ჩაგეჭრებით და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ მაჟორიტარ დეპუტატს წინასაარჩევნო პროგრამაში ნამდვილად არ ეწერა ქუთაისში პარლამენტის შენარჩუნება ამ ლოზუნგით გავიდა ის გასაგებია, მაგრამ არც ამოღება არ ეწერა ალბათ. საერთოდ არ ეწერა ამაზე ალბათ შევინარჩუნებ თუ არ შევინარჩუნებ, მაგრამ უდიდესი პატივისცემით დღევანდელი მთავრობის მიმართ და დღევანდელი უმრავლესობის მიმართ ამის თქვა მინდა და ჩვენ რადასამალია და ყველამ დაუჭერეთ მხარი. იმიტომ რომ გვინდოდა უკეთესი პირობები, გვინდოდა ჯერ არ ნათქვამი და უფრო უკეთესი სათქმელი, უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი რეგიონისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის და ეს მონაპოვარი, რასაც პარლამენტი ნიშნავდა ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოსათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის არის. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა ახირება არ არის. აქ ძალიან ბევრი პარამეტრია იმისა, რითი წამოწევს, რითი ეშველება რეგიონს და არა მხოლოდ იმერეთისას, არამედ დასავლეთ საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ რეგიონს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ არჩეულმა მთავრობამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
თუ იქამდე მივა საქმე რომ სოციალური პირობებია, ვთქვათ რომ თბილისში მაქვს ოჯახი და ვერ დავრბივარ ქუთაისში. ხელი ცხოვრება დავრბივარ ჩვენ თბილისში. შეგუების ამბავია, შეგუებს რაღაცა. არ დაგვიხევია უკან. მესმის არაა იოლი ეს, მაგრამ ჩვენ ყველა თბილისის გარეთ მაცხოვრებელმა ადამიანებმა მთელი ცხოვრება ეს გზა გავიარეთ და როცა ისინი კენჭი იყრიდნენ ეს ჩვენი დეპუტატები, მათ ხო იცოდნენ რომ პარლამენტის მისამართი იყო ქუთაისი. აი ქუთაისის პარლამენტის შენობაში მოუწევდათ მათ 4 წლიანი ციკლის გადარება. სამუშაო ციკლის გადარება. ძალიან მენიშნა თქვენი ეს წინადადება. პარლამენტის მისამართი არის ქუთაისი. დიახ, ასე აი ამ ლოზუნგით. ამას მიაროს კონსტიტუცია. დიახ, ამ ლოზუნგით. რომ პარლამენტის ჩვენი სლოგანია სხვათაშორის არის ქუთაისი. ძალიან დიდი მადლობა. აი ამ სლოგანისათვის. პარლამენტის მისამართი არის ქუთაისი. ჩვენ ეს უნდა დავიცვათ. და გითხრათ ექიმთა ასოციაციის თაობაზე იმერეთის, რომ ჩვენ გვაქვს წერილი, მოხაზული, გაკეთებული. ჩვენ მზადავართ მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, როგორც გვეკადრება, როგორც შეგვეფერება. უკვე საპარლამენტო დედაქალაქს. საპარლამენტო დედაქალაქს და ქუთაის არასდროს არ უჭირდა რეგალიები და სიმაღლე, არ უჭირდა ელიტარული საზოგადოება არც ერთი მისი არსებობის ეტაპზე. და დღეს რახან ყველაფერი იცვლება, მაგრამ ხან ჩავარდნა, ქონდა ჩვენ ეს ჩავარდნა, მაგრამ რახან წამოწევის ეტაპზე ვართ. შევინარჩუნოთ ეს. და ეს ახირება არ არის. ხოლო სოციალური პრობლემის მოგვარება ყოველთვის შეიძლება და ჩვენს მთავრობას, რომელიც ჩვენ გავთვალეთ, საქართველოს მთავრობად, ეს უნდა გაიგოს ჩვენმა მთავრობამ. და სწორად დავჯდეთ და გავაანალიზოთ. მე არ მინდა ვერ მოვალ და აქ კარგად ვერ ვიცხოვრე და 24 საათიანი წყალი არ მაქვს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არ განვიცდით ამას. ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მხრიდან მიზეზი თურმე იმისა, რომ პარლამენტს ქუთაისში ნორმალური ფუნქციონირების საშუალება არ გააჩნია და ეს არის ქუთაისში უწყლობა, ეს არის მე მგონი ძალზე სამარცხვინო და ქუთაისლების შეურაცხმყოფელი, ასე ვთქვათ, მიზეზი იმისა, რომ ქუთაისში მას ჩამოსვლა არ უნდა, თუ არ არის კეთილი ინებე და შეუწყვე ხელი საპარლამენტო დედაქალაქს იმაში, რომ მას ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. ბატონო გოჩა, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისი არც მისი არქიტექტონიკის თვალსაზრისით ბატონი თემური ყველაზე უკეთესად შეაფასებს ცნობილი გეოგრაფი, არქეოლოგი და მოგზაური გახლავთ და ფოტოხელოვანი და ფოტოგრაფი და ჩვენს რადიოსაც ამშვენებს მისი სურათი გაკეთებული აქ და რამდენიმე გამოფენა ქონდა მას საქართველოს აი მასშტაბურობის თაობაზე. არც მისი სიძველეებით, არც მისი ასაკით, არც მისი ტაძრებით, არც მისი განვლილი გზით არ დაუმსახურებია ის, რომ საპარლამენტო ნაქალაქარი იყოს საპარლამენტო. დავიცვათ საპარლამენტო ნაქალაქარი შეიძლება დაგვერქოს, დიახ. ქალაქი გახდება მოჩვენება, ქალაქი მოჩვენება. დიახ. აი ეს დაემსგავსება ესეთ ქალაქს, როგორც ევროპაში ხშირად იყო, აი ქვანახშირის მომპოვებელი საბადოების ირგვლივ, როდესაც ხდებოდა ქალაქების გაშენება, შემდეგ ქვანახშირის მარაგი ამოიწურებოდა და მიატოვებდა მოსახლეობა ამ ქალაქს და ქალაქ მოჩვენებებს ეძახდნენ შემდეგაც. შეიძლება ქალაქი დაუბრუნდეს იმ, ასე ვთქვათ, ქალაქი ან არა, გახსოვთ? ქალაქი ან არა. ეხლა მაგას მოყვება ის, რომ აი სამინისტრო, ის სამმართველო, რა ხო, ის ყველაფერი ნელ-ნელა წავა უკან და დაგვაბრუნებს იმ ჭაობში, ეხლა კი შეიძლება ზოგს ეწყინოს, მაგრამ სამწუხაროდ აი 90-იანი წლები საწყენი არ არის. საწყენი გავატარეთ, ეს იყო ეკონომიკური, პოლიტიკური და ჩვენ სახელმწიფო არ ქონდა საერთოდ სტაგნაციის პერიოდი, ეს იყო ჭაობი და ამ ჭაობიდან მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული მცდელობები, იყო ხანდახან ნორმალური პიროვნებები გამოერეოდა ქუთაისში ჩვენს მთავრობაში და სამხარეო ადმინისტრაციაშიც, რომ რაღაც იდეები ყოველთვის ჰქონდათ, რომ ეს ქალაქი და რეგიონი პატარა ამ ჭაობიდან ამოიყვანათ, მაგრამ ცენტრიდან ასეთი პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე, ასეთი სერიოზული დახმარების გარეშე, როგორიც არის
პარლამენტის გადმოტანა, სამინისტროს გადმოტანა, მარეგულირებელი კომისიის გადმოტანა, აგერ მღვიმეების რეაბილიტაცია, ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია რთულია, ძალიან რთულია. და დღეს შეიქმნა. ეს ინერცია მოდის. ტურისტი არ ყოფილა საქართველოში 55 წელს, ამდენი ტურისტი რაც გაიზარდა, პარლამენტმა გაზარდა შიგა ტურიზმით და საერთაშორისო ტურიზმით. ეს ქალაქი გახდა საჩვენებელ ქალაქად გახდა და ერთი წუთი ჩვენი გადაცემის დასრულება შევინარჩუნოთ კი უნდა განავითაროთ ეს და თხოვნა იქნება. უკან წავიდეთ უკან თქვენ როგორც ერთ-ერთმა კოლორიტმა თქვენ საკმაოდ კარგი რაღაც ის გაქვთ ხობები და სამედიცინო პრაქტიკისა, რომელშიც მე პირადად ძალიან მივესალმები, მე თვითონ ვარ ასე ვთქვათ ასეთი ხობის მატარებელი ადამიანი, რა რჩევას მისცემდით ჩვენს დალაქელებს, რისკენ მოუწოდებდით, რომ შევინარჩუნოთ ქუთაისში პარლამენტი. ერთი წუთის განმავლობაში. უბრალოდ ხარი დაუჭრონ, აი ქალბატონმა მაგული თქვა აგერ ასოციაცია დაწერს წერილს გააგზავნის სხვა ორგანიზაციები იქნება დაწერს წერილს ხარი დაუჭრონ, ხელი მოაწერონ, თავიანთი აზრი გამოთქვან. მე ხო ვიცი ქუთაისლებს გულში ესდევს, რომ მათ უნდათ რომ ქუთაისი ხო საპარლამენტო. უბრალოდ ამას უნდა დიახ, ამას უნდა გამოხატვა და ამას უნდა აუცილებლად გაგონება, ვინც უნდა გაიგონოს ეს. შესაბამის ადრესატამდე. მეტი არაფერი აქ რთული არა. რთული და ესეც. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოვითხოვდი ასე არ არის გვინდა არ არის რთული და მოითხოვეთ. ესე ძალიან პატივსცემ ბატონ უსუფაშვილს მე ზოგადად მისი განვლილი გზით, მისი გაკეთებული საქმეებით, ესენი ხომ სცენაზეც ხო ჩვენ ხო ყველას ვიცნობ დაბად უმრავლესობას, ჩვენ ხო გვჯერა მათი ისინი უნდა მაგული იქნებ შეხვდეთ. მისწერეთ წერილი, მისწერეთ საბარეთ კანცელარიაში და იქნებ ჩვენც ვაპირებთ ჩვენი სამსახურის თანამშრომლები და დაწერთ წერილს და პარლამენტის მისაღებში. მადლობა მინდა გითხრათ ჩემოსტუმრებო ამ გადაცემაში მობრძანებისთვის და მონაწილეობისათვის. ასევე მინდა ვამცნო ჩვენს რადიო მსმენელს, რომ ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენი თემა იყო პარლამენტი და ის გულისტკივილი, რომელიც იმ შიშებით არის გამოწვეული, რომელიც უკავშირდება პარლამენტის მისამართის სავარაუდოდ მეორე მისამართის გაჩენას კონსტიტუციაში თბილისში, რომელიც სავარაუდოდ უნდა მოასწავებდეს იმას, რომ ალბათ შემდეგ ქუთაისში სხდომები აღარ ჩატარდება და როგორც ასეთი ფუნქცია ამ ბრწყინვალე ლამაზ შენობას პარლამენტის ფუნქცია შეიძლება იქნას საერთოდ დაგარგული და ასევე ეს ფუნქცია შეიძლება დაგარგოს ქალაქმაც. მომავალ შეხვედრამდე მადლობა რომ გვისმენთ. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.